მას ასეთ დღის წესრიგს თავაზობენ გაუხსნათ ბიურო საორგანიზაციო საკითხებიდან ცნობათ არის მისაღები საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის ინფორმაცია 2024 წლის 27 დეკემბრის კომიტეტის ხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ პოლიტიკური ჯგუფის ხალხის ძალის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის წევრის დავით კაჭარავას არჩევის შესახებ. ცნობათ მივიღოთ ასევე ფრაქცია ქართული ოცნების მომართვა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში ფრაქციის წევრის გენო პეტრიაშვილის წარდგენის შესახებ. ცნობათ მისაღებია პოლიტიკური ჯგუფის ხალხის ძალას მიერ მომართვა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში პოლიტიკური ჯგუფის წევრის ეკა სეფაშვილის წარდგენის შესახებ. საქართველოს პარლამენტის წევრის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი 2024 წლის 23-25 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის დელეგაციის გივი მიქანაძე, ირაკლი ქადაგიშვილი, პაატა სალია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ქალაქ ბაქოში მივლინების ანგარიში, ესეც ცნობად მივიღოთ და ინფორმაციული ხასიათის არის შემდეგი ცნობები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია 2024 წლის 26 იანვარს ქალაქ თბილისში ხელმოწერილი საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულების პერსონალის ოჯახის წევრების ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ შეთანხმების 2024 წლის 24 დეკემბრიდან ძალაში შესვლის შესახებ. ინფორმაცია გვაქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან საქონლით ვაჭრობაში ფორმალობების გამარტივების შესახებ კონვენციისა და საერთო ტრანზიტის პროცედურის შესახებ კონვენციის საქართველოს 2025 წლის 1 თებერვლიდან ძალაში შესვლის შესახებ. ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია უსინათლო მხედველობა დაქვეითებული ან ბეჭდური ნაწარმოების გაცნობის შესაძლებლობის სხვაგვარი შეზღუდვის მქონე პირთათვის ბეჭდურ ნაწერებზე მისაწვდომობის გამარტივების შესახებ მარაკეშის ხელშეკრულება საქართველოსთვის 2025 წლის 26 თებერვლიდან ძალაში შესვლის შესახებ. და დასამტკიცებელი გვაქვს ხაზინათთა საბჭოს გადაწყვეტილებები ნომერი 9-დან ნომერი 56-მდე, რომელიც პარლამენტის ბიუჯეტის გადანაწილებას ეხება. ძალიან დიდი მადლობა. დავხუროთ ბიურო.